ჩვენ ტვინი შედგება 86 მილიარდი ნეირონისგან, მაშინ როცა ხელოვნური ინტელექტი ოპერირებს მათემატიკურ პატერნებზე, რომელთა რიცხვი მეტია მილიარდებზე. და ერთი შეხედვით ეს ჩანს ძალიან დიდი სხვაობა ადამიანის ტვინი უსაზღვროდ პატარა რიცხვებში ოპერირებს ვიდრე ხელოვნური ინტელექტი და ეს გვაძლევს ფიქრს იმისას რომ რა არის ადამიანი, ხო? ის ჩანაცვლებადია ძალიან ადვილად ხელოვნური ინტელექტით, მაგრამ აქვს ამ ამბავს მეორე მხარეც. მაგალითად, ადამიანს შეუძლია ისწავლოს ძალიან მცირე მაგალითებით, მაშინ როცა ხელოვნური ინტელექტს სჭირდება მილიონობით მაგალითი, ეს ნიშნავს რომ ადამიანი ბევრად ეფექტურია ვიდრე ხელოვნური ინტელექტი. ადამიანს სჭირდება დაახლოებით ადამიანის ტვინი ფუნქციონირებს დაახლოებით 20 ვატზე და ხელოვნური ინტელექტის ტრენინგისას სჭირდება 1000-ობით კილოვატები, ანუ უზარმაზარი ენერგია სჭირდება. ეს ნიშნავს რომ ადამიანი ბევრად ეფექტურია ჯამში. მეტიც ბავშვს მაგალითად რომ ბავშვმა ერთხელ თუთითი დაადო ცხელღუმელს და ხელი დაიწვა, ის ცხოვრებაში აღარასდროს აღარ დაადებს იმას ხელს. მაშინ როცა იმისთვის რომ ასწავლო ხელოვნურ ინტელექტს რომ თქვა არ შეეხოს ცხელღუმელს, მას ჭირდება მილიონობით სურათის ჩვენება, მილიონობით სიტუაციის აღწერა, ძალიან ბევრი კომბინაცია და სხვა პარამეტრები კიდე იმისთვის რომ ისწავლოს, მაშინ როცა ადამიანმა შეიძლება რომ აი ასეთი ერთი მაგალითით ისწავლოს. ხო, ეს აჩენს ფიქრს პირიქით რომ იქნება არასდროს არ ჩანაცვლება ადამიანი, იქნება ადამიანი ესეთი უნიკალურია და გამორჩეულია. ნაწილობრივ არის ასე, თუმცა არის რაღაცეები, რაშიც ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრად წინ არის ვიდრე ადამიანი. მაგალითისთვის თუნდაც მედიცინაში ავიღოთ რადიოლოგია. რადიოლოგიაში უკვე ამ ეტაპზე უკვე არის ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებაში მაგალითად ხელოვნური ინტელექტი ბევრად უკეთ ხდება და ამოიცნობს ბევრად ადრე ფილტვის კიბოს ვიდრე ადამიანი, ვიდრე გამოცდილი ექიმი, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტს აქვს 1000-ობით სურათი ნახი და ფიქსელ ადარებს მოკლედ და საეჭვო რაღაცის შემჩნევა შეუძლია ძალიან ადვილად და მალე ადამიანს ასე არ არის ადამიანი. სხვა რაღაცეებშიც, არა მარტო მედიცინაში, არის რაღაცეებში, რაშიც ხელოვნური ინტელექტი ბევრად წინ არის, მაგალითად ცილის სტრუქტურის შექმნა, ადრე წამლებისთვის რაც საჭირო, ფარმაკოლოგიაში მაგალითად, ადრე ამას სჭირდება თვეები, ახლა კეთდება წუთებში. ხელოვნური ინტელექტი ამას აკეთებს წუთებში, ეს წარმოუდგენელი წინსვლა, რეალურად რითიც შესაძლებელი გახდება მომავალში. მომავალში და ახლო მომავალში, ძალიან ახლო მომავალში ფარმაცევტულ და წამლებში აი პერსონალიზებული მედიცინა, აი მაგალითად წამალს შეიქმნას პირადად შენთვის, ხო? აი ესეთი რაღაცები მოხდება ძალიან მალე. ხო, ანუ ახლა ეს შეიძლება თქვას ვიღაცამ რა პირადად ჩემთვის საჭიროა, როცა თქვა პარაცეტამოლი იმასაც შველის, იმასაც და ეს საჭიროა ხოლმე ძირითადად სიმსივნეების მკურნალობისას პერსონალიზებული მედიცინა ყველაზე მეტად, რომ ზუსტად იმ კონკრეტული ადამიანის კონკრეტული სიმსივნისთვის შეიქმნას კონკრეტული წამალი. ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრად წინ არის მაგალითად ფინანსებში, მარკეტის ანალიზში მაგალითად ბევრად უკეთეს აკეთებს ანალიზს ვიდრე მთელი ჯგუფი მაგალითად ანალიტიკოსების. იგივე ენაში, მათემატიკაში, ჭადრაკში, პროგრამირებაში დიდი ხანია უკვე ხელოვნური ინტელექტი უსწრებს ადამიანებს და ესეთი ზრდა ექსპონენციალური აფიქრებს ადამიანებს და აშინებს, რადგან ხელოვნური ინტელექტი ვითარდება ძალიან ჩქარა, რამდენიმე თვეში ერთხელ ზოგჯერ ორმაგდება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, გარკვეული კუთხით, ანუ იზრდება უზომოდ ჩქარა, ვითარდება უზომოდ ჩქარა, ადამიანი არ ვითარდება ესე, იცით. ადამიანის ტვინი პრაქტიკულად
ბოლო 1000 წლებია თითქმის არ შეცვლა, ძალიან მცირე ცვლილებები, მაგრამ მნიშვნელოვანია ისეთი არ არის, რომ ეს გაორმაგდა და ესე არ მომხდარა ესეთი. მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. შესაბამისად იბადება რა თქმა უნდა ფიქრი იმისი, რომ აი რა მოგველის ჩვენ მალე ხელოვნური ინტელექტი რას გვიზავს, ჩაგვანაცვლებს თუ ვერ ჩაგვანაცვლებს და აი ამიტომ ვისაუბრებ 10 პროფესიაზე, რომელიც ყველაზე ჩანაცვლებადია შემდეგ რამდენიმე წელიწადში, შემდეგ თქვა 10 წელიწადში, 15-ში და პროფესიებზე რომლებიც არ არის ჩანაცვლებადი. თავიდან დავიწყოთ პროფესიებით რომლებიც უფრო მეტად არის ჩანაცვლებადი და ესეთი პროფესია, რომელსაც ჭირდება განმეორებადობა, ანუ რუტინა რაც არის და პატერნების ცნობა, განმეორებადობა და უნდა იყოს განსაზღვრული შედეგები. ესეთ შემთხვევაში ძალიან ადვილად და მარტივად შეუძლია ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა. ასეთი არის მაგალითად customer support-ს რო ეძახიან, აი რომ მიწერ კითხვებს და რომ მოგწერს. მაგალითად რაღაცა კითხვა დაგება და ან Amazon-ზე ან სამე რაღაცა იყიდე და ან რომელიმე კომპანიაში რეკავდა, იცი, თქვა აი იმაში Geocell-ში ან სამე რეკავრა და აი ეს პრობლემა მაქვს და ის რო პასუხობს, ხო? რაც მეტი დრო გავა, აქ მით უფრო ხელოვნური ინტელექტი იქნება, მეტიც კომპანიების 70% უკვე ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ამისთვის. მეორეს მხრივ ასევე მონაცემის შეყვანა საჭირო ხოლმე. აი ეს ადამიანები, რომელსაც მონაცემი შეყვანა თხელით, პრაქტიკულად ყველაფერი ხელოვნური ინტელექტით იქნება მალე. თუმცა რა თქმა უნდა რაღაცები დარჩება. ასევე თარგმნა საჭირო. ძალიან კარგად თარგმნის ChatGPT და ის Gemini და კიდე რა ვიშხები თან რეალურ დროში, თან ადამიანს თუ შეუძლია რომ წაიკითხოს ან თარგმნოს რაღაც ძალიან დიდ დრო ჭირდება, მაშინ როცა მთელი წიგნი შეიძლება თარგმნოს რამდენიმე წამში. ამ მოდელებმა ასე რომ წამში თუ არა წუთში მაინც შესაბამისად წარმოუდგენლად უფრო დიდი სიჩქარე აქვს. ასევე გარკვეული დოკუმენტების მოძიება და ეს მაგალითად ადვოკატების საქმიანობა ნაწილობრივ კვლევითი ნაწილი, თორე სრულად რა თქმა უნდა არა, სასამართლოში წარმომადგენელი როგორც წესი არ იქნება ხელოვნური ინტელექტი, ჯერჯერობით ადამიანები იქნებიან, ადამიანები ამ კუთხით დარჩებიან. ასევე რადიოლოგიაში მაგალითად რაც ბევრი ეს დაავადების ფილტვის კიბო, მკერდის კიბო და ასე სხვა რეტინოპათია, დიაბეტური და ესე რაც შემჩნევა რასაც ჭირდება და რასაც ეხლა ამ ეტაპზე ადამიანები აკეთებენ, ნუ საწყის სკრინინგებში მაინც როგორც წესი იქნებიან ხელოვნური ინტელექტები გააკეთებენ ამას და ნაკლებად ადამიანები. ასევე copywriting-ს, ანუ აი რეკლამების ტექსტის წერა და ესეთი კონტენტის გენერირება, ამებს ძირითადად გააკეთებს დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი. ტექსტების წერა, განსაკუთრებით მოკლე ტექსტების და ესეთი სარეკლამო ტექსტები და ესე. და თან მithumetes შეიძლება რომ გატესტოს ბევრი ვარიანტი, მე საუკეთესო დატოვოს და ასე შემდეგ. ანუ შეუძლია რომ ადამიანის ქცევის მიხედვით იმოქმედოს, რაც ძალიან დიდი რამეა. ადამიანის კრეატიულობა დარჩება მნიშვნელოვანი, მაგრამ ეგ უფრო მაღალ დონეზე. ასევე ძირითადი საგნების სწავლა, მაგალითად მათემატიკა, ქიმია, ენები, ფიზიკა, პროგრამირება, ამებს ნელ-ნელა ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს. ნუ ადამიანის მასწავლებელი როგორც ადამიანი საჭირო იქნება ემოციური ჩართულობის გამო და პერსონალიზებული mentorship-ის თვის, მაგრამ ისეთი რაც სტანდარტიზებული იქნება, იმას გააკეთებს ადვილად. სტანდარტიზებულ გაკვეთილებს მოგცემს ძალიან მარტივად ხელოვნური ინტელექტი. პროგრამირება ასევე დამწყებ პროგრამირება, ჯუნიორ პროგრამისტები ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს და
ჩანაცვლებს. Რა თქმა უნდა, დარჩებიან მაღალი კლასის პროგრამისტები, რომლებიც არქიტექტურას და სისტემის დიზაინს შექმნიან, მაგრამ დაბალი კლასის დამწყები პროგრამისტები ნაკლები და ნაკლები იქნებიან დროთა განმავლობაში. თუმცა რა თქმა უნდა იქნებიან, იმიტომ რომ ის მაღალი კლასის პროგრამისტიც უნდა გახდეს, ხო, თავიდან და იყოს დაბალი კლასის პროგრამისტი, მაგრამ იქნებიან ნაკლები და ნაკლები და ძალიან ადვილად იქნება ჩანაცვლებადი ეგენი. რა თქმა უნდა, პერსონალური ასისტენტი კიდე, ანუ საუბარია მეილების გაგზავნა, დაჯავშნა, შედგენა გრაფიკების და ასე. ამას და შეხვედრების ორგანიზება ძალიან მარტივად გააკეთებს ხელოვნური ინტელექტი. ახლა ვთქვათ, რა იქნება ის, რაც ძნელი ჩასანაცვლებელია ხელოვნური ინტელექტისთვის. მას ხელოვნური ინტელექტს არ შეუძლია ემოციების იმიტაცია, უჭირს ყოველ შემთხვევაში. ინტუიცია არ აქვს, ეთიკურად არ შეუძლია ადამიანი განსაჯოს, განსჯის უნარი არ აქვს, ცუდად აქვს, მოდი ესე ვთქვათ. კრეატიულობა ნაკლები აქვს, არ შეუძლია ენდოს ადამიანს, ან არ ენდოს, ანუ არ აქვს გრძნობები მოკლედ და ანუ აი ადამიანის დასწრებულობა სადაც მნიშვნელოვანია იმ საკითხებში, მაგრამ იჭრება მოკლედ. შესაბამისად, აი ესეთი საგნები, სფეროები, სადაც მაგალითად ფსიქოთერაპია, ფსიქიატრია, ფსიქოლოგია ნაკლებად შეეხება, რადგან თუნდაც აი ფსიქოლოგია, ფსიქიატრი როცა უსმენს ადამიანს, ხო, ხელოვნური ინტელექტის მოусმენს, გაანალიზებს ყოველ სიტყვას, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ვერ იგრძნობს ტკივილს ამ სიტყვების მიღმა მაგალითად. ეს ფსიქოლოგი რეაგირებს სხეულის ენაზე, სიჩუმეზე, ტონზე და შეამჩნევს იმ მიკრორეაქციებს, რომელიც ძალიან ძნელი იქნება, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს ხელოვნურმა ინტელექტმა. ძალიან ძნელი იქნება. შესაბამისად, ეს ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები მაღალი ალბათობით დარჩებიან ჩვეულებრივ. მეორე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძნელი ჩასანაცვლებელი იქნება leadership ან ლიდერი. ლიდერი არის, ხო, ლიდერი კომპლექსურ საკითხებში განსაკუთრებით, სადაც მხოლოდ ლოგიკა არ არის საკმარისი, სადაც ემოციური მდგომარეობა გუნდის გასათვალისწინებელია, სოციალური კლიმატი, ფარული შიშები, ადამიანის განუსაზღვრელი ქცევები, კრიზისში როგორ მოქმედებენ ადამიანები, ან ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და ხელოვნური ინტელექტი ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობა, ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს ერთგულების განცდა ან მორალური მოვალეობის განცდა. ლიდერი ამას აკეთებს არა იმისთვის, რომ უბრალოდ საქმე გააკეთოს და უბრალოდ კოორდინაციას კი არ ახდენს ამოცანების, არამედ შთააგონებს, იცავს, აერთიანებს და მორალური პასუხისმგებლობა გააჩნია, რაც ხელოვნური ინტელექტისთვის წარმოუდგენელია. ხელოვნური ინტელექტი ასევე ძნელად ჩაანაცვლებს ისეთ პროფესიებს, რომელსაც აი ეს ხელოსნობა, მარტივად რო ვთქვათ რა, ხელოსნობაში ერთიანდება აი წყლის მილი გასკდა უცებ, ხო, შეიძლება რომ რაღაცა რობოტმა მერე ოდესღაც გააკეთოს კი, რომ უცებ წყალი გასკდა, ეს მივა შეაკეთებს, მაგრამ ჯერჯერობით და კაიხანი ეგეთი რობოტები იმდენად ძვირი იქნება, რომ ადამიანი გააკეთებს მაგას. ასევე მანქანის ხელოსნები რაღაცებს რა თქმა უნდა გააკეთებს და ხელოვნური ინტელექტი როგორც ხელსაწყო კი იქნება ადამიანის ხელში, მაგრამ ძირითადად მაინც ადამიანი გააკეთებს იგივე ქირურგიულ ოპერაციებს. ახლა ადამიანი რო სისხლდენ შემოდის და თითი რომ უნდა დააჭირო, გახეთქი სისხლძარღვზე, ამას ხელოვნური ინტელექტი ვერ გააკეთებს, ან ძნელად გააკეთებს. მაშინ როცა თეორია თვალსა და ხელშუა იცვლება, ხელოვნური ინტელექტისთვის ეგ ძალიან ძნელია, ანუ განუსაზღვრელობაში რეაგირება მისთვის ძალიან ძნელია. ხელოვნური ინტელექტი რეაგირებს ყველაზე კარგად იქ, სადაც სრული განსაზღვრულობა, სადაც ძალიან კარგად იცის რას აკეთებს და გამონაკლისი წესისგან ძალიან ცოტა. ასევე ხელოვნური ინტელექტი ძნელად ან ვერ ჩაანაცვლებს იმ სფეროებს, სადაც მაღალი კრეატიულობაა საჭირო, მაღალი წარმოსახვის უნარი, მაღალი ეს მაგალითად მხატვრები, მწერლები, ხო, კი დახატავს ძალიან კარგად და დაწერს ძალიან კარგად, მაგრამ ის იქნება იმიტაცია და მის უკან არ იქნება ადამიანი, არ იქნება ემოცია, არ იქნება ის ტკივილი, რამაც თქვათ ის დააწერინა. შესაბამისად კი რაღაც ფილმის რეჟისორი და ასე
შესაძლებელია რა თქმა უნდა ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს მსახიობების, მუსიკოსების, მაგრამ აი ეს ემოციური ბმა, რომელიც ადამიანს და ხელოვანს აქვს სხვა ადამიანებთან და ეს რომ გამოცდილების, წარსული გამოცდილებით, ტრამვით, ინტუიციით, პირადი ისტორიით ამას წერს და შენ სულს და გულს და სისხლს ხდებ რაღაცაში, ამას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებს და ხო ცუდ და ვაიმ წერალს აჯობებს რა თქმა უნდა ChatGPT, მაგრამ დოსტოევსკისთან ვერაჯერ მე ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში მაინც იმიტირება იქნება და ადამიანს, ხელოვან ადამიანს მაინც თავისი როლი ექნება, ეს ჯერჯერობით ესე არის. ასევე სადაც აუცილებელი არის ჰუმანიზმი, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად ბავშვთა განათლება, ხო? ბავშვთა განათლებაში ბავშვისთვის სწავლის წყარო არ არის მარტო ინფორმაციის მიღება. აუცილებელია ამ დროს მისთვის აუცილებელია არა მარტო ინფორმაცია, არამედ თვალებით კონტაქტი, სიახლოვე, ემოციური მირორინგი ან საკისებული ემოციურობა, გაუღიმა, გაგიღიმა და ეს ხმის ტონი, დაცულობის შეგრძნება, მოფერება, ადამიანური სითბო და ეს ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არც ერთი თქვათ მყოფელი მშობელი არ იტყვის რომ მოდი მე ხელოვნურმა ინტელექტმა გამიზარდოს ბავშვი. არა, რა თქმა უნდა ადამიანის ჩართულობა ჯერჯერობით აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და კაი ხანი ალბათ ასე იქნება. ასევე დიპლომატია, იურისტები, ასევე მოსამართლეები, კრიზისების მართვა, არავის არ ენდომება, რომ რა თქმა უნდა, რომ ეს ადამიანს მიუსაჯოს ხელოვნურმა ინტელექტმა 15 წელი ციხე ან გაათავისუფლოს, ან თუნდაც კლინიკაში ხელოვნურმა ინტელექტმა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის ეს ბოლო სასუნთქი აპარატი, რომელიც მეტი არ არის ვთქვათ და ეს ერთი ძალია, რომელ პაციენტს უნდა მისცენ, ხო? ანუ ამას ჭირდება ადამიანური ძალიან დიდი თანაგრძნობა, გააზრება, ცნობიერება, ემპათია და ასე. შესაბამისად ეგეთი რაღაცები ძალიან ჩასანაცვლებელი იქნება. ასევე მედიცინა ნაწილობრივ ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაწილობრივ ძალიან ჩასანაცვლებელი იქნება, რადგან ადამიანისგან უნდათ მოისმინონ, მათ შორის რთულიც, მათ შორის მკურნალობაც, მათ შორის დიაგნოზიც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხელოვნური ინტელექტი ზუსტ დიაგნოზებს სვავს. შესაბამისად, აი ოჯახის ექიმი, შინაგანი მედიცინა, პალიატიური მკურნალობა, გადაუდებელი მკურნალობა, გერიატრია და დიდად იქნება დამოკიდებული მაინც ადამიანზე, რაღაც მედიცინის სფეროებში. დიდი ხელსაწყო იქნება, რა თქმა უნდა, რადგან თუნდაც ექიმს ჭირდება წლები იმისთვის, რომ თუნდაც ერთი გაიდლაინი კარგად ისწავლოს, ან რამდენიმე გაიდლაინი, მაშინ როცა რამდენიმე წუთში შეუძლია მთელ მონაცემთა ბაზასთან წვდომა კონდეს ხელოვნურ ინტელექტს და აბსოლუტურად ყველა გაიდლაინი, რაც ხელმისაწვდომია, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მას არ დაავიწყდება არაფერი და მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება ეს ცოდნა. ამ მხრივ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ აი ის ადამიანს რომ ადამიანი ჭირდება, ეგ არის ძირითადი, რატომაც მედიცინა რეალურად შენარჩუნდება და თან კიდე მაღალი ექსპერტიზა, თუ ცუდ ექიმს აჯობებს ყოველთვის ხელოვნური ინტელექტი, ეგ მართალია, მაგრამ კარგი ექიმის ექსპერტიზა საჭირო იქნება, მოდი ესე ვთქვათ, კარგი ექიმის ექსპერტიზაც საჭირო იქნება ხელოვნურ ინტელექტთან ერთად. ასევე ბავშვების სწავლა, მშობლები როგორც წესი მაინც ურჩევნიათ, რომ ბავშვი აღზარდოს ადამიანმა ისევ და ადამიანთან კონდეს კავშირი და წვდომა. და ისეთი საკითხები, რომელსაც აი მორალური განცდის საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ამასაც ვერ ჩაანაცვლებს როგორც წესი რთული გადაწყვეტილების მიღება, ესეც იქნება ადამიანის პასუხისგებლობა სავარაუდოდ კიდე კარგ ხანს. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.